მისი მეტოქე დავით კინწურაშვილი არის 40 წლის, იწონის 73 კილოგრამს, მისი სიმაღლეა 183 სანტიმეტრი. დავითს MMA-ში აქვს სუპერრეკორდი და ბრძოლა წარმატებით დამთავრებული. მისი რეკორდია 1 მოგება, 0 წაგება. დავით კინწურაშვილი მეგობრებო. მაგრამ აი კინწურაშვილს მე მგონი ეთქობა უფრო რომ მოჭიდავი არის და ჭიდაობა იცის. თუმცა მეორე მოწინააღმდეგეს მეორე მეგობრებს შეფეიქ ითქოს ხო არ ვიცი. დაიწყო ახლა რაუნდი. პირველი 5 წუთიანი რაუნდი დაიწყო. შეგახსენებთ არის 3 ხუთიანი ხო თუ არ უცნაური? აი სამი და აი გადაყვანა. თურმე იუსუფოვიც მოჭიდავი ყოფილა. უფრო კი ოჰო მარხჩობელა უნდა შეეცალოს, მაგრამ ამ პოზიციიდან ვერ იზამ. ჯერ კინწურაშვილის ხელი თავიდან ორივეს უჭირავს კისერი, არა აიღო, ფეხი აიღო. ფეხიც აიღო. სამწუხაროდ ამის კინწურაშვილმა ჭიდაობის ოჰო კარგად გადაიყო. არა, ბოლომდე ვერ გადაიყვანა სამწუხაროდ. მოექცა, მაგრამ აკონტროლებს ჯერჯერობით კინწურაშვილი, აი ვერ გაიგებს. წარმოდგა შეიძლება კინწურაშვილი თვითონ არა ვერ გაუკეთებს, იმიტომ რომ მოკლედ ორივე ერთმანეთის კისერს იჭერს და აქედან მარხჩობელის გაკეთება არ ძალიან გონებრივად, ძალიან ადგომას მინის თქმა მინდოდა რომ მეთქი ძალიან კარგად ადგა თქო, მაგრამ იუსუპოვი ნახეთ რა კარგად მოექცა ახლა ქვედა კორპუსში მუშაობს, ფეხის აღებას სცადა კინწურაშვილმა. კიდევ კი აქედან უკვე გაკეთება შეიძლება მარხჩობელასი და ფაქტიურად გაუკეთებს. არა, კისერი უჩანს თავი, უჩანს ამოწეულია თითქოს. აი ეგ ხარ რას აკეთებდა რომ გააკეთოს შეიძლება. არა, უჭერს. ქონდას შანსი გამოსვლის, მაგრამ ეხა უკვე ბევრად რთული არის. და იმოზე რა ოსრი ჩვენ, მაგრამ გამოდის. ძალიან უჭირავს კისერი. ძალიან უჭირავს კისერი. ეხა დრო არ უნდა მიცეს, თორე ხელს უფრო ღრმად შეყობს იუსუპოვი. და დაახშობს კიდეც. კიდევ უფრო ღრმა, რაც უფრო მეტი ხანი აქ ჩერდება. აღარ იყო, ეხლა ძალა არ ყოფნის. სხვათა შორის თუ გასწორებს კისერს, ზურგს გასწორებს, კინწურაშვილი უკვე ვეღარ აიღებს კისერს, აქვე იუსუპოვი, მაგრამ ყოჩა გაოცებული ვარ. რა თქმა უნდა იუსუპოვს ძალიან დიდი ენერგია მისდის, ძალიან რთული და დამღლელი არის ამ პოზაში რო ხარ და ცდილობს რომ ადამიანი დაახშო. მაგრამ აი რისკიანი ბევრად კინწურაშვილისთვის უფრო არის და დომინანტური პოზიციაც აი გამოვიდა და მისი არის ძალიან კარგად ხმარობს ჯიუ-ჯიტსუს იუსუპოვი. ცდილობს რომ დომინანტური არ ჩერდება ძირს, ცდილობს რომ დომინანტური პოზიცია იყოს, სამკუთხედის მცდელობა იყო, ეხა ხელი გააწევინოს და ფეხი გადაადოს მხარზე. მაგრამ ამ მომენტში დომინანტურ პოზიციაში კინწურაშვილი არის და უნდა იშრომოს რომ ზიანი მიაყენოს, ხა ძირს უდევს მარჯვენა ხელი, რაც აღარ უნდა გააკეთოს. ეს ხო ქულა არის რომ გამოვიდა. ქულა არ არის ესე პირდაპირ, უბრალოდ დომინანტური პოზიცია აქვს. ხელები უდევს ძირს კინწურაშვილს და ეგ აი პასიურობა არის. ხელი გაჭედილი აქვს იუსუპოვს, კინწურაშვილის მარჯვენა ხელი გაჭედა იუსუპოვმა. გამოიღო ხელი, მაგრამ ეხა მეორე ხელი აქვს შეყოფილი. არ მისცემს საშუალებას იუსუპოვი რომ ამოაღებიოს, აი ეგრე აღარ უნდა იცის, არ უნდა რო არ ედოს კინწურაშვილს, უფრო დომინანტური იქნებოდა. კარგი დარტყმა იყო ახლა. უპლიკებში გორდებზე. ნეკრებში ურტყავს, თუმცა დიდი ზიანი ვერ არის ეს. აი ხა ორივე ხელი გაანთავისუფლა კინწურაშვილმა.
კინწურაშვილის ხოთაშორის კარგად მუშაობს, სადაც აქვს საშუალება იმისა, რომ გვერდებში შეუტყას არ ჩერდება და ეს არის მისი ქულა. ეს არის მისი ქულა აშკარად. კიდევ ქულა არის ის, რომ გამოვიდა მახრჩობელასგან. არა, თუ ნახეთ, დაცვა თვითონ თავისთავად ქულა არ არის, პირიქით. იუსუფოვის ქულადან, ასე თქვა, უპირატესობა იყო, რომ ძალიან კარგი და ძალიან სახიფათო მახრჩობელა გაუკეთა კინწურას. კინწურას გამოვიდა, ეგ არ ჯილდოვდება, მაგრამ პოზიცია უჭირავს ზემოდან და ეგ ჯილდოვდება. ბოლო 25 წამი დარჩა პირველი რაუნდისა. საკმაოდ ასე მორჩება სავარაუდოდ ეს რაუნდი და მე არ ვიცი როგორი კრიტერიუმით განსჭიან ამას მსაჯები. სახიფათო მომენტები იუსუფოს ჰქონდა, მახრჩობელა ჰქონდა, მაგრამ კონტროლის დრო, იმის მიხედვით რომ იუსუფოს ჰქონდა დრო ბოლოს და ბოლოს აშკარად კინწურაშვილმა მოიღო კონტროლის. მე მგონი ზუსტად წამები და დრო არ დამიცია. 3, 2, 1 დასრულდა. იუსუფოვს აშკარად ეტყობა, რომ გადაყვანა კონტროლი და გრეპლინგით დამარცხება უნდა კინწურაშვილის. თუმცა ეგეთი მარტივი საერთოდ ვერ გამოდგა, გამოვიდა საბმიშენიდან, მახრჩობელადან. აი ახლა კარგად აიღო ფეხები და სპორტაშვილს გადავიდა, მაგრამ აი კინწურაშვილს ჰქონდა პირველი მახრჩობელას აი ახაც რა კარგი ილეთი გაუკეთა, მაგრამ ბოლომდე არ გადავიდა, არ გადააყვანა იუსუფოვმა. ეს მახრჩობელა ილეთი, რომელშიც ვიტყვი რომ 1 წუთი იყო კინწურაშვილი. შეხვდი ახალ წელს ახალ ავტომობილით, განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრებით და გრანდიოზული VIP პრიზებით. ნახოთ ახლა რა დარიგებას მიიღებენ თანმიმდე კუთხეებიდან მებრძოლები. მეორე რაუნდი უკვე იწყება, ახლა მოიხმობს საჯი ორივე მებრძოლს და ვნახოთ მეორე რაუნდში ალბათ იგივე სცენარით გაგრძელდება. არ არის აუცილებელი, შეიძლება იუსუფოვმა გადაწყვიტოს რომ დგომში ებრძოლოს, იმიტომ რომ ნახა რომ ეგეთი მარტივიც არ არის კინწურაშვილის აი ხო გეუბნები. კი, შეიძლება ატყუებდეს და აჩვენებდეს დარტყმას, მაგრამ იგივენაირი მცდელობა, იგივე ფეხებში შევარდნის არ აქვს. ჯერჯერობით ახლა ისევე ზვერავენ ერთმანეთს, დისტანცია არის, ეგრე შეიძლება საჯისგან მიიღონ შენიშვნა, რომ მეტი აქტივობა გქონდეთ. ჯერჯერობით. ჯები ოვერჰენდი, აიცი, კინწურაშვილმა ჩვეულებრივად იუსუფოვი. მე შეგახსენებთ, რომ იუსუფოვი არის 19 წლის და კინწურაშვილი არის 40 წლის, საკმაოდ დიდი განსხვავება ამათ შორის. მიუხედავად ამისა, საბრძოლო ხელოვნებით მგონი უთანამდებიან ახლა ერთმანეთს. უფრო მეგონა რა უფრო მეტად დომინირებას მოახდენდა კინწურაშვილი, მაგრამ მართლა? ნო, რატომღაც ესე მეგონა გამოცდილებიდან გამომდინარე. კი, მაგრამ რეკორდზე ხო ხედავთ რომ ერთი ბრძოლა აქვს. კი, მაგრამ ფეხებში შეუვარდა შეტევისას ეგრევე კიდე გადაიყვანა კიდეც. ძალიან პირველ მსვლელობა თქოს არ გამოვიდა, მაგრამ მეორე უკვე გამოვიდა. ეს არის მისი ქულა. კინწურაშვილი გარჩი შესვლას ცდილობს და გააცდა იუსუფოვი გარჩ საიდ კონტროლში არის ახლა. რა კარგად გადავიდა. დომინანტური ძალიან კარგად გადავიდა. და ეხა შეიძლება top mount-ში გადავიდეს. აი შვენივრად მუშაობს ახლა იუსუფოვი. შვენივრად. აი თავში შეუძლია ურტყას, თავში რატო არ ურტყავს? აი ახლა შეიძლება ზევითქვევით. აი ზუსტად მაგის გაკეთება უნდა და ადგა და ის აქეთ დააკავებინა იუსუფოვმა ფაქტიურად პოზიცია მისცა ფაქტიურად საშუალება ასე მარტივად დაიჭირა ფეხით. არა. ეხა ფაქტიურად დომინანტური პოზიცია კინწურაშვილს აქვს ესე მარტივად. შეუძლია იდაყვები ურტყას, უხლები ურტყას ტანში, ღია აქვს ტანი. თავის გაწევას ცდილობს დისტანცია შექმნას. შეუძლია მუხლითაც შევშავოს. აი გაწევისას იდაყვით შავს. იდაყვით შეუძლია, ეხა ძალიან კარგად მუშაობა, აი ხა ამ მომენტში. აი ხა ჯონ ჯონსი როგორც აკეთებს, ხელს ჩააწევინებს და არან პაუზის გარეშე
მიდის წინ. ეს შეიძლება ზევიდან. შეიძლება არც დაანოკაუტოს წონით. ადამიანი. ხო, წონით უჭირავს და უშვებს თუ არა ეგრევე იდახს ურტყავს. არ არის საჭირო აქვს მუშტი და რა თქმა უნდა იდაყვიდან კანის გაჭრა უფრო ხშირი არის ვიდრე მუშტისგან. კანი უფრო ხშირად იჭრება. კაი კონტროლი უჭირავს, მაგრამ შევიდა ისევ გარტში იუსუფოვი. შედარებით გაანეიტრალა ცუდი პოზიცია. ეხა ისე დაახლოებით იმ პოზიციაში არიან, რომელშიც პირველად იყვნენ პირველ რაუნდში. თუ ესე გაგრძელდა ამ რაუნდს უკვე კინცურაშვილი მოიგებს ამ მეორე მე ესე მგონია რომ პირველი რაუნდიც შეიძლება არ მე ესე მგონი ეს არის აი ეხა რაღაცას ცდილობს იუსუფოვი. არა, ეხა შევიდა ჰალფგარდში. ჰალფგარდი უჭირავს. კონტროლის დრო კინცურაშვილისკენ არის. მცდელობებიც აქვს დარტყმის, ამაზე არ აყენებენ, იმიტომ რომ მუშაობს, მოქმედებს, ცდილობს და აზიანებს კიდეც. ოჰო, გადაატრიალა. ეს რა საოცარი სვიპი გაუკეთა, აი სვიპი გაუკეთა, ეგა ფეხი ქონდა შიგნით შედებული იუსუფს და სვიპიც გაუკეთა. საკმაოდ ჭკვიანურად ისევ ისეთ პოზიციაში დაიკავა კინცურაშვილმა, რომ შეიძლება აქეთ თვითონ გადაიყვანოს და ისევ საიდ კონტროლი დაიკავოს კინცურაშვილმა. კი, ისევ ტოპ-დომ. აი მალევე თმობს. იუსუფოვი ხო? აი ჯუჯიტსუზე აქვს უფრო კონცენტრაცია და მაგიტო. კარგად უჭირავს ფეხი სხვათა შორის. აქედან არ ვიცი რის გაკეთება შეიძლება, მაგრამ სასიამოვნო პოზიცია რომ არის კინცურაშვილის. ძალიან დაიღალა ახლა იუსუფოვი, თორე აი ახლა შეუძლია სახეში იმუშაოს. აი ახლა ამოიღო კიდეც და საიდ კონტროლშია. აღარ უნდა მიცეს მუხლით გარჩი შესვლის უფლება ისევ იუსუფოვს კინცურაშვილმა. და კინცურაშვილმა ხო ძალიან კარგი პოზიცია არის, რომელზეც შეუძლია ჩვეულებრივად იმუშაოს. აი მაგალითად ახლა კინცურაშვილი იყენებს მსგავს მომენტებს, სივრცეს. იუსუფოვი დიდი ძალით არა, მაგრამ იდაყვებს ურტყავს კინცურაშვილს, აქეთ უნდა გამოიყენოს კინცურაშვილმა. დომინანტური პოზიცია აქვს. აი ეს მუხლი, აი ზუსტად მაგას ვამბობ, რატო? რატომაც არა, ხო? ამტკივნეული მუხლია, ახლა მაგას ვერ დაიცავს. აი მტკივნეულიც ვერ, აი წვანან ხვდები აქ იმდენ ენერგიას ვერ გამოიმუშავებ. თავში რო ხვდებოდეს კი მაგრამ აი ტანში ისე ვერ დაარტყო. შეიძლება თავში დარტყმა მსგავს რაღაც. არა, ზოგ ორგანიზაციაში შეიძლება, ჩვენი წესებით არა. თუმცა კარგი რო შეიძლებაოდეს. მეორე რაუნდი. მეორე რაუნდი დასრულდა. საკმაოდ საინტერესო არის. იგივე სცენარი მეორდება ფაქტიურად. იუსუფს გადაყავს, მაგრამ ვერ იჭერს პოზიციას და კინცურაშვილი ჯობნის. ვერ ინარჩუნებს პოზიციას. შექმნილი, ანუ თავისივე შექმნილ პოზიციას ვერ ინარჩუნებს. ნუ გამოცდილება მოდი ვთქვათ 19 წლის პატარა ბიჭია, ანუ აი ეს შეურაცხყოფად არავინ არ მიიღოს, მაგრამ გამოცდილება არ აქვს და შესაბამისად არა უშავს ძალიან კარგი ბიჭი არის. ძალითაც შეიძლება კინცურაშვილი ჯობდეს, იმიტომ შეიძლება. ძალა მაინც წლოვანებაში გინარჩუნდება ადამიანს და ახალგაზრდა რო ხარ ჯერჯერობით გინუცდდება. მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი არის. ორი რაუნდი განვლო, ნახოთ ახლა მესამე რაუნდში რა იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ ყველაფრისთვის ჩვენ მზად ვართ გამას რინგზე ყველაფერი ხდება. თქვენ ახლა ნახეთ ორი საკმაოდ მძიმე ტრავმა, ერთი თითის, მეორე ცხვირის, არ ვიცით რომ იმედია კარგად არიან. ზუსტად ამაზე ვამბობდით ფონდთან დაკავშირებით, ჩვენი თხოვნა არის რომ მეტი ყურადღება მოგვაქციონ და დაგვეხმარონ ფონდის განვითარებაში. ის ფონდი არა მარტო მებრძოლებს, არამედ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ სოციალურ საკითხებსაც მოაგვარებს. წავიდა მესამე რაუნდი, მაინტერესებს შეცვლიან მებრძოლების სტრატეგიაში. არ ვიცი თუ შეცვლიან რამეს. დაიწყო მესამე რაუნდი. ლეკიკი, პირველ ლეკიკია. მე მგონი ხო, ფეხებით არ მუშაობენ. მესამე რაუნდში ვართ. კი, ქვედაკიდურებით არ მუშაობ. აი მეორე. ძალიან აჩვენებს პროსტა ამ ლეკიკს, იმიტომ რომ წინ არაფერს არ აყოლებს, არც დარტყმას არაფერს არ აყოლებს, უბრალოდ ლეკიკს იქნებს. ეგ კინცურაშვილს გადაყვანა თუ უნდა, ამის გამოყენება შეიძლება. არა, როგორც ვაკვირდები კინცურაშვილს უნდა დგომში ბრძოლა. უბრალოდ არ აძლევს საშუალებას იუსუფოვი.
შესვლა უნდა ეხლა ამზადებს შესვლას. ჰუკი შევიდა კლინჩში. აქ ზურგი შეუძლია დაჟე აიღოს კინცურაშვილმა. თავი თუ გააძვრივნა ზურგს აიღებს. ზურგი აიღო. გადაიყვანა. დატრიალდება ეხა. დაიღალა უკვე. აი აქ არ დაიჭიროს იმან, აქ არ დაიჭიროს ისევ გილიოტინას სუფოვმა. წინაზე არ გამოვიდა, სავარაუდოდ ეხაც არ გამოვა, თან ეხა ეს მესამე რაუნდია, გაუფლილები არიან, უფრო სველები არიან და უფრო რთული არის საბმიშენის მკვნეული ლეთის გაკეთება. დასხდიან სველს ხელზე. იგივე მეორდება. სამი და 35 წამი დარჩა. შეკრა ში არის იუსუფოვიდან. აქედან რისკიანია გილიოტინა. შეიძლება დასრულება. არ შეიძლება დასრულება. ვერ იზავს, იმიტომ რომ უკან სივრცე არ აქვს, რომ ტანით გადავიდეს წინ და შესაბამისად ფეხები რამ პოზიციაშიც აქვს ფეხები. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხებით უნდა გაიწელოს, გაიხსნას, გაიშალოს თავად, რომ კისრის მალა გაუშალოს და შესაბამისად ჩახუროს ყელი, მაგრამ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ გალია უშლის. ვიტყვი რომ ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია არის კინწურაშვილ ძალიან არასასიამოვნო. კი და სხვადასხვა შეიძლება ტრავმაც მიიღოს, ესე ყოველთვის ესე კისრის დაჭერა მალებისთვის არ არის კარგი, თუ კისრის კუნთები კარგად მომზადებული არ არის. აი კინწურაშვილს აქამდე შევამჩნია, არ თქვი უბრალოდ რომ ნავარჯიშები კისერი აქვს. ალბათ მაგიტომაც ვერ აღსჯობს იუსუფოვი. ცოტა გამოცდილება აკლია, მე კიდევ აი ჩავლებას აკეთებს, მაგრამ იმას არ უკვირდება, რომ მიყუდებულია ბოლომდე, მიყრდნობილია ბოლომდე გალიას, გისოს და ესე ვერ იზავს. აი ძალის უპირატესობას ხედავ რა კინწურაშვილი მე მგონი ძალიან ფიზიკურ ძალაზე ვლაპარაკობ, ჯობია იუსუფოვს. ფეთქებადი ძალა აქვს იუსუფოვს, როგორც გამოდის. და შესაბამისად თეთრი ბოჭკოები, წითელი ბოჭკოები უფრო მეტად განვითარებული აქვს ვიდრე ფეთქებადი ძალა აქვს. რატო? იმიტომ რომ გადაიყვანა მაგითო ამბობ? ანუ ფეთქებადია და გამძლეობის მხრივ ვერ იჭერს. გამძლე ესე რომ ვთქვათ არ არის, განვითარებული ამ მხრივ ჯერჯერობით არ არის. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, თორემ შვენიერი ბიჭია, ძალიან მომწონს. ორივე მებრძოლი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ორივე სანახაობას გვაჩვენებს ჩვენ გამაში გჭირდება ზუსტად ეს სანახაობა. მაგრამ აკონტროლებს და ჩემი აზრით ესე თუ გაგრძელდა სამივე რაუნდს მოიგებს კინწურაშვილი. ხო, კონტროლი მისი არის კინწურაშვილის და ზიანი ეგეთი საერთოდ არ ყოფილა, რომ სხვა მხარეს გადაიხაროს გადაწყვეტილება. უბრალოდ საინტერესო რამის ნახვა მინდა, იუსუფოვი ცდილობს აშკარად რაღაცების გაკეთებას და ვერ აკეთებს ძირიდან. მინდა რამე საბმიშენი ვნახო, მკვნეულის მცდელობა, სამკუთხედი. ძალიან რთულია ხო ამ კაცი რო გაწვებაზე ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შევრაცხყოფად არავინ არ მიიღოს სასისულელია, მაგრამ ცოტათი მეტად უნდა განვითარებული უნდა ქონდეს საბრძოლო ინტელექტი, რა დროს რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, თუ თქვათ რაღაც არ გამოსდის მეორე პლანზე გადავიდეს და რა დონეზე გადაიყვანოს. დააკვირდეს მებრძოლ თავისი ოპონენტის, ასე რომ თქვათ, მოძრაობას, ილიაც ერთ იგივეს აკეთებს თუ არა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ცოტათი ძნელი არ აუშავს. ეს არის გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, განვითარდება და უფრო კარგ ბრძოლებს შემოგთავაზებს იუსუფოვი. ბოლო 35 წამი დარჩა მესამე რაუნდისა. ესე მორჩება რაუნდი, მორჩება ეს რაუნდი. თუმცა რამე საინტერესოს ნახვა. რაღაც ასაული თუ მოხდა, მაგრამ ბოლო წამის მახჩობა რომ მინდა ვნახო. კბენა არ შეიძლება თორე. დაკმენდნენ ერთმანეთს. კიდე კაი შეიძლება. ცდილობს გააქტიურებას კინწურაშვილს ფიქია მოიღოს. ის ბოლო წამებია. სამკუთხედის რისკია, მაგრამ აი 8 წამში არა, ვერაფერს ვერ მოასწრებს. მკვნეულს ვერასწრებ ვერანაირად ამდენ დროში. დასრულდა მესამე რაუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ კინწურაშვილმა მოიგო ალბათ. ეს არის ჩვენი, რა თქმა უნდა. მეოთხე რაუნდები არის MMA-ში? არა მგონი.
მახჩობელს გვიმეორებენ სავარაუდოდ და გარდაყვანის გაკონტროლების მცდელობას. აი ზურგის აღება რო გაჩვენო, კარგი იქნება, კარგად აიღო ზურგი და გადაიყვანა კინწურაშვილმა იუსუფოვი. გთხოვთ მებრძოლებს გამოცხადეთ, სათან ჩაიცვი ადამ მაისური გთხოვ, მაისური ჩაიცვი. ადამ, მაისური ჩაიცვი. მაისური მოაწოდეთ მებრძოლს. მაიკა მოეცი. ვინ გაწია მაიკა, მიეცით მებრძოლს მაისური. დაუბრუნე. ამ ბრძოლაში საჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულია დავით კინწურაშვილი. დავით გილოცავ გამარჯვებას. რა სიტყვი, როგორი ბრძოლა იყო? რამდენად კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით და ზოგადად გეგმების შესახებ რომ მოგვიყვე, რა საპირებ? რა თქმა უნდა, სპორტულ და საბრძოლო ხელოვნებების ჭრილში. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდება და მადლობა ქრისტე ღმერთს, რადგან დღეს ყველაფერი უფრისნებაა ჩემს ცხოვრებაში და მადლობთ და ვადიდებ ქრისტე ღმერთს. მეორე რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მეუღლეს სალომეს, ჩემს ოჯახს ხარდაჭერისთვის, ძალიან მიყვარხართ და ასევე მადლობა მინდა გადაგიხადო ჩემ გიორგი გიგა კუხალაშვილს, ჩემი აქ დღევანდელი ყოფნის გამო. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ ფორმას ებრძოლა, კარგად იცი გიო, ავიღე რაღაც ორ კვირაში, არ გამივლია სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი, რასაც ქვია და არა ვარ კმაყოფილი მე დღევანდელი ჩემი პერფორმანსით. და კვირდებით შემდეგ ბრძოლებში, რაც მაკავშირებს გამასთან თქვენთან, აუცილებლად უკეთეს სანახაობას შემოგთავაზებთ. კეთილი. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით შევხვდეთ დავითის გამარჯვებას. გილოცავ დავით. კი ბატონო, სიამოვნებით. გენაცვალეთ, გილოცავთ გამარჯვებას. დავითს ასევე როგორც ადამს აპლოდისმენტები გთხოვთ.